ახლა დაიწყო გამშვების ახალმა მინისტრმა როგორ ანალიზდათ და როგორ შეაფასეთ ამ ეტაპზე, როგორ მიმდინარეობს ეს რეფორმა, იმიტომ რომ გამოიწვია გარკვეული სხვადასხვა და მიმართულებებმა, რომელიც შეასაბამება გააჩნია. ხო, რა არის, იცით რომ მე მგონია რომ აქ ვთქვათ ბევრი ნაწილი ჯერთ მე ვერ ვიტყოდი რომ განათლების რეფორმა ახლა დაიწყო, განათლების რეფორმა დაიწყო რამდენიმე წლის წინ და მის სხვა ეტაპებია, ხო? რაც შეეხება მაგალითად აი ყველაზე უფრო რაც წინეულად აღიქმება ახლა რაღაც როგორც ჩემს დასაკვირვებლად რომ ინგლისურის სწავლა შეიძლება თუ არა პირველი კლასიდან, ხო? მეორე კლასიდან და საერთოდ შეიძლება თუ არა. აქ არსებობს უზარმაზარი გამოცდილება მსოფლიო რომ არაფერი არ ხდება. ანუ არის მთელი რიგი ქვეყნები სადაც ინგლისურ ენას ან რომელიღაც სხვა ენას სწავლობენ ბავშვობიდან სკოლაში და ასე შემდეგ და ამას არ მოყოლია არც ერთ ქვეყანაში რაღაც ენის დეგრადაცია და ასე შემდეგ. ხო, ანუ მაგალითად ეს არის შვეიცარიაში მაგალითად სადაც 4 სახელმწიფო ენაა და იქ თითოეულ კანტონში ერთი ენაა მთავარი, მაგრამ იქ სკოლაში სხვა ენასაც სწავლობენ. ასეთი არის იგივე ინდოეთი, სადაც იცით რომ ინგლისურად ანუ ინდოეთში ბევრი ენაა, ну მათ შორის ჰინდი და ურდუ და სხვაებიც, სხვადასხვა ენებია და ისინი შეიძლება ერთმანეთს ელაპარაკებიან ინგლისურად, ინგლისელი, ანუ არ არის ინდოელი, ალბათ რაღაც რუსოფლის გარდა რომელსაც ინგლისური არ იცოდეს. ინგლისური იციან ძალიან კარგად, მაგრამ ეს არ უშლის აბსოლუტურად ხელს, რომ არსებობს ინდური ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა და სიმღერა და ასე შემდეგ. ხო? ამის მაგალითი არის მათ შორის, ну, ეხლა ინდივიდუალურად შეგვიძლია ნახოთ ხალხი, მაგრამ მე მეხუთე კლასში, მეხუთე 5 წელს ვიყავ, როცა ინგლისური სწავლა დავიწყე და ამას არ შევშლი ხელი, იმიტომ მე ქართულად ლაპარაკი ცოდნოდა და მესწავლა. და გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ესეთი ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესო მაგალითი არის, რომ თქვენთვის რომ ქართული ენები შედგება 3 ენისაგან, ხო? ლაზურჭანური, სვანური და საკუთრივ ქართული. ეს 3 სხვადასხვა ენაა, ხო? გასაგებია რომ მაგალითად არ მესმის არც სვანური და არც მეგრული, ხალხი რამდენიმე სხვა მესმოდეს. და რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი საქართველოში ლაპარაკობს ორივე ენაზე, ხო? და მათ არ შეშლიათ ხელი ამასაც რაღაც. მათ განვითარებას არ შეშლიათ ხელი და ჩვენც შესანიშნავია მექართულეები, წერლები, პოეტები, რომლებიც სულ დასაწყისში ან სვანურად ან მეგრულად ლაპარაკობდნენ, ხო? და არაფერი არ მომხდარა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ექსპერიმენტი, რომელიც პირდაპირ ჩვენ ქვეყანაში ჩატარდა, არ გვინდა შვეიცარიის და სინგაპურის და ინდოეთის მაგალითები ამისათვის, ხო? და პირიქით, მათ არასოდეს მაგალითად არ მინახია რომ მეგრელს ეშლებოდეს მეგრული და ქართული ლაპარაკი ერთმანეთში და აი ორივე ერთდროულად ლაპარაკობდეს, ხო? ფაქტობრივად არ მახსოვს. ან სვანი ლაპარაკობდეს რაღაც ნარევ ენაზე, ხო? ალბათ შეიძლება ეს ხდება, მაგრამ ეს ძალიან რაღაც იშვიათი მოვლენაა. პირიქით, როცა ადამიანმა იცის ორი ენა სრულყოფილად, ის ყოველთვის კაფეოდ ანსხვავებს რომელიმე რა არის და ნაკლებად ურთავს ერთი ენის სიტყვას მეორე ენაში. პირიქით, ჩვენ თუ გვინდა ბარბარიზმები არ იყოს ქართულ ენაში, ამისათვის მაგალითად რუსული ბარბარიზმები არ იყოს, ქართული ენის და რუსული ენის კარგი ცოდნა უფრო კარგი, იმიტომ რომ მაშინ მე ვიცი რომ ეს არის სხვა ენის სიტყვაა. და ადამიანი რომელიც მარტო ქართული იცის, მის გონია რომ ქართული ხო ეხლა. რა გინდა რაც სიტყვას გინდა ავიღოთ ხა აი თანამედროვე ბარბარიზმებიდან, თუმცა ქართულში ზოგადად ბევრი ბარბარიზმია, ოღონდ ისტორიულად შემოსული თავის დროზე თურქულიდან, არაბულიდან, ბერძნულიდან. მაგრამ ეს ნებისმიერ შემთხვევაში რუსულის კარგი ცოდნა მაგალითად გვიცავს უფრო რუსული ბარბარიზმების ხმარებისაგან, ხო? მე მაგალითად არასდროს არ ვიტყვი სპიჩკას, მაგრამ მე ვიცი რომ ეგ არის რუსული სიტყვა და ქართულში არ ვიტყვი, რუსულად ვიტყვი, ქართულად არ ვიტყვი. და ხალხი ვიცი, ვისაც გონია რომ ქართული სიტყვა, ან შესაძლოა არ იცი. ასე რომ მაგალითად ამ ნაწილში რომელიც ეხება ინგლისურის სწავლებას, მე პრობლემას ვერ ვხედავ ვერავითარს. მე ვთვლი რომ სწორია რომ ეს უნდა იყოს ინგლისური. იმიტომ რომ ფაქტიურად ხა მაგაზე არის ერთ არგუმენტი და მას შორის ბევრი ადამიანი რომელსაც მე ძალიან პატივს მე ვთქვი მაგრამ როგორ არჩევანის თავისუფლება ხომ ხონდეს ადამიანს რა ისწავლოს. სამშობლოში დღევანდელ საქართველოში როგორც არის ენების სწავლება სკოლაში, არჩევანის თავისუფლება ადამიანს მაინც არ ხონდა. არჩევანის თავისუფლება შეიძლება ხონდა თბილისის რამდენიმე კვარტლის მაცხოვრებელს. ხო? რეალურად მაგალითად ჩვენ აი
ეროვნულ გამოცდილებამდე ჩვენ დავდივართ და ბევრ სკოლას ვნახულობთ რაიონებში და ანუ უკეთებთ პრეზენტაციებს ჩვენ უნივერსიტეტზე და შემიძლია გითხრათ რომ არის ქალაქები სადაც საუკეთესო სკოლა არის მაგალითად ფრანგული ანუ შენ ან რეალურად ერთი სკოლაა და ისიც ფრანგული ან გერმანულია ანუ ხო კი თეორიული არჩევანის თავისუფლება გაქვს შეიძლება სხვა ქალაქში გადახვიდე საცხოვრებლად და შვილი სხვაგან შეიყვანო მაგრამ თუ არ ვთქვი თელავის თუ გურჯაანის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა არის ფრანგული სკოლა ხო ანუ გინდა არ გინდა ეს ბავშვი ფრანგული იცის და ინგლისური არ იცის ხო ანუ ეს არჩევანის თავისუფლება არ არსებობს და არის მეორე რეალობა ასევე რომ დღევანდელი ინგლისური არის lingua franca ანუ საერთო ენა ყველასთვის ხო თქვენ შეიძლება არ დამეჯეროთ იმდენად უცნაური ეს ფაქტი მაგრამ ავსტრიაში და გერმანიაში დიდი კომპანიები თავიანთ შიდა საქმიანობას ახორციელებენ ინგლისურ ენაზე. ანუ ერთმანეთს გერმანულად ლაპარაკებიან ცხადი იქაც და იქაც, მაგრამ დოკუმენტაცია გერმანულად აქვს. რატომ? იმიტომ რომ სხვანაირად ისინი საერთაშორისო ბაზრის ნაწილი ვერ გახდებიან. ხო? ანუ ეს ფუნქცია სხვა ეპოქაში სხვა ენას ჰქონდა. ხო? შუა საუკუნეებში ეს იყო დასავლური ცივილიზაციისთვის იყო ლათინური ენა. აღმოსავლური ცივილიზაციისთვის და შუა აღმოსავლეთისთვის იყო არაბული ენა. არაბულზე წერენ, არაბული ასოებით წერენ, მათ შორის იმას რაც არაბული ენა არ იყო. არაბულად მეტყოლებდნენ მეცნიერები და პოეტები. იყო სპარსული ენა რაღაც ნაწილში, რაღაც პერიოდში. იყო მე-19 საუკუნეში, მაგალითად იყო ასეთი უფრო ფრანგული დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში და გერმანული მეცნიერებაში უფრო, მაგრამ ეხლა გავიდა ეს დრო, არის მე-20 და მე-21 საუკუნეა, 21 საუკუნეში და მე-20 საუკუნის შუა ნაწილშიც ეს ენა იყო და არის ინგლისური ენა. ამიტომ ლაპარაკი არის რომელი ქვეყნის ენას ვსწავლობთ. აი ინგლისი გვიყვარს თუ ამერიკა. არა, ეს არის უბრალოდ ჩვენ ვამბობთ რომ ბავშვები სწავლობენ ქართულ ენას და სწავლობენ lingua francas, ანუ იმ ენას, რომელზეც ხდება ძირითადი კომუნიკაცია მსოფლიოში დღეს. ხო, იმიტომ რომ შეიძლება ჩახვიდე გერმანიაში და ინგლისურად დაილაპარაკო და შეიძლება ყველა მარგალისმა რომლისობა გაიგებს, შეიძლება ჰოლანდიაში ჩახვიდე და იქ ყველა გაიგებს ან ბელგიაში. შეიძლება ჩახვიდე პარიზში და იქაც საკმაოდ ძირონი ხალხის გაიგებს, მაგრამ შენ თუ ფრანგულით ჩახვალ ამ ორგანოში ბევრად ნაკლები გაიგებს ან გერმანულით. ხო? და ჩინეთში რო ჩადიხარ, ხო, შანხაის აეროპორტში შეიძლება ინგლისურად დაილაპარაკო და ხა გერმანულად ალბათ ვიღაც ყავთ შეიძლება ერთი სპეციალისტი, მაგრამ ეს იშვიათობა. ამიტომ აქ კიდევ ერთხელ ვიმეორე, აქ ლაპარაკი არის ინგლისურ, ეს არის არა ენა, რომელზეც ინგლისში ლაპარაკობენ, არა ეს არის ენა, რომელზეც ლაპარაკობენ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ლაპარაკობთ, რომ ჩვენ ვასწავლით ერთ ენას მშობლიურს და მეორე ენას საერთაშორისოს. ეს არის ერთი ენა დღეს მხოლოდ. ხო? ამიტომ ამ ნაწილში ეს ძალიან ვერცი რომ პოზიტიურად ვარ განწყობილი. ჩემი საერთოდ ხა პირველი კლასიდან ხება და მეორე კლასიდან ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ბავშვი ქართულად მოლაპარაკე ბავშვი მედის სკოლაში, ეს ხო თოთო ბავშვი არა, რომელიც ახლა დაიბადა და მას ასწავლიან ორ ენას. თუმცა ეგეც კი შეიძლება როგორც ცნობილია. ეს არის ბავშვი, რომელიც უკვე 6 წელი თუ 5 წელი ქართულად ლაპარაკობს და ინგლისურად სწავლობს უკვე თავისი ლაპარაკიანი ცხოვრების მეხუთე წელს. ანუ ამ ნაწილში ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ცალსახაა. ეხლა რაც შეეხება სხვა ნაწილებს, ზოგიერთი ნაწილი ჩემს ერთ საკამათოა, ხო? შეიძლება თქვენ ნახეთ, აი ტაბულაში ამ ორშაბათის ნომერში მქონდა პატარა მოკლე სვეტი სკოლაზე. და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ კარგად საზოგადოებამ გაიაზროს რა არის სკოლის ფუნქცია, ხო? ამას შეიძლება სხვა შეთანხმება არსებობდეს. ბევრ ჩვენგანს მახსოვრობაში აქვს სკოლის ის ფუნქცია, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გადმოუყვა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ ახალგაზრდები ხართ და საბჭოთა სკოლაში არ გისწავლიათ, ან დიდხანს არ გისწავლიათ საბჭოთა სკოლაში, ხო? ზოგ შეიძლება საერთოდ არ უსწავლიათ, ზოგ დიდხანს არ უსწავლიათ, ზოგ შეიძლება დიდხანს უსწავლიათ, მაგრამ ეს ანუ ქართული დღევანდელი სკოლა არის საბჭოთა სკოლიდან გამოსვლის, მაგრამ ჯერ არსად არ მისვლის ადგილი პერიოდშია, ხო? ანუ
ეს არის რაღაცნაირად უკვე როგორც აი რემონტს აკეთებთ სახში, ხო? პირველ ეტაპზე მოანგრიეთ კედლები. ხო? და ჩამოფხიკეთ შპალერები. მეორე ეტაპზე, მაგრამ აი მეორე ეტაპი არ დაწყო, პირველ ეტაპი მოხდა. მაგრამ ეს ბინა მაინც ძველ ბინას გავს, ხო? მისი ხარისხი არ არის იმის ხარისხი, რაც არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად. კიდე არ მიდიხარ კაცო. ანუ ჯერ ზოგადად ეს პრობლემა არსებობს, რომ ყოველ ძველ თაობას გონია რომ ახალი თაობა უსწავლელია, ხო? და ხო, არა, ილია ჭავჭავაძის აი პირდაპირ სათაურადანს გამოწერილი უსწავლელნო, ხო, თქვენ განსწავლოთ ჩვენ უსწავლეთ რაღაც, ხო, ეს უსწავლელნო, ხო, და ნუ შემდგომში ესე არ არის, ხო? ყოველი შემდეგი თაობა შემდგომში უფრო განათლებულია, ვიდრე წინა თაობა, უბრალოდ ეს სხვანაირია და ეგ შეგვიძლია ჩვენ მოვძებნოთ, არის რაღაც ეგვიპტური პაპირუსი, სადაც წერია, რომ ამ ახალ თაობას რას გაიგება, ანუ აზრი არ არის, ანუ არაფერი არ უსწავლეთ თუ ძალიან ცუდებიან, ზარბაცები რაღაცები რა ეშველება ქვეყანასო და ნუ არც არაფერი თქვა. გავიდა ხო, 30 საუკუნე ალბათ. ხო, ეს ერთი. მაგრამ მაინც რა გვინდა ჩვენ სკოლისაგან. ანუ რა მოხდა საბჭოთა კავშირში? ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომ გვესმოს და რატო იყო საბჭოთა სკოლა ასეთი. საბჭოთა კავშირი იყო სამხედრო სახელმწიფო. ეს შეიძლება ჩვენ საქართველოში ამას ბანდამაინც ვერ ვუძნობდით, მაგრამ ეს სამხედრო სახელმწიფო იყო. მთელი მისი იდეა იყო, რომ უნდა ყოფილიყო ძალიან კარგად შეერაღებული, რათა საბოლოო ჯამში გაემარჯვებინა მთელ მსოფლიოში, ხო? ეს იყო მთავარი ღერძი, მთავარი იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც საბჭოთა კავშირში არსებობდა. ანუ ჩვენ უნდა კომუნიზმი დავნერგოთ მთელ მსოფლიოში. ამიტომ ეს ხო სიტყვები არის რეალობა იყო, იმიტომ რომ რაღაც ექსპორტი ყოველთვის ხდებოდა. მაგრამ ეს არის ზოგადი ფრაზა და ამ ზოგადი ფრაზას მოყვა მე შემდეგ შეიძლება სამხედროების გაძლიერება, ამ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის შექმნა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მე-20 საუკუნეში გახდა ძალიან მეცნიერებად ტევადი. ანუ იმისათვის რომ შენ გააკეთო კარგი რაკეტა, კარგი იარაღი, შეიძლება ძალიან ბევრი კარგი ინჟინერი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასე შემდეგ. და შექმნა ძალიან დიდი მოთხოვნა ამ ხალხზე. ანუ სკოლა შეუძლია გაიგოს ორი რაღაცა. სკოლა შეუძლია გაზარდოს მასობრივად რაღაცა ტიპის ხალხი, ხო, კარგად სულ მასობრივად, ან სკოლა შეუძლია ისე იყოს მოწყობილი, რომ საუკეთესოები გამოარჩიოს, ხო? ანუ მაგალითად თქვენ თუ ძალიან რთულ ამოცანას აძლევთ ბავშვებს, ვყავთ 1000 ბავშვი. ძალიან რთული, ანუ არაფერი არ აუხსნათ, მიეცეთ ძალიან რთული ამოცანა, ხო? ვინც ამოხსნა ეს ამოცანა ძალიან რთული. ნუ ის ალბათ სხვას ბევრად ჯობია და შეგვიძლია ის ხალხი ეგრევე ადვილად იპოვოთ. ეს ბევრად უფრო ადვილი ამოცანა, ვიდრე შენ ქნა რომ ყველამ გაიგოს რაზეა ლაპარაკი, ხო? ანუ საბჭოთა სკოლის მიზანი არ იყო რომ ყველას გაეგო. საბჭოთა სკოლის მიზანი იყო რომ სწორედ ხელი შეეწყო ამ საუკეთესოების ამორჩევისთვის. და ამიტომ მთელი სისტემა იყო შექმნილი, ხო? ეს ფიზიკა-მათემატიკური სკოლები, რატო ფიზიკა-მათემატიკური სკოლები, რატო არ იყო დაუშვათ ისტორიულ ლინგვისტური სკოლები. ეგეც ხო მეცნიერება. თუ კარავის მისაღებად, ვის უნდა, ანუ ვითარდებოდა ის, რაც საჭირო იყო იმპერიისათვის. ამის შედეგად ეს სწავლება გადავიდა იქიდან რომ საზოგადოების წევრი აღეზარდა, გადავიდა ასე ვთქვათ ნიჭიერი ბავშვების გამოვლენაზე. ეს ცალკე საკითხი, სკოლის ფუნქცია არ არის. ხო, თუ ვიღაც ეს აინტერესებს, სხვანაირად უნდა გააკეთოს, მაგრამ ესე მოხდა, ხო? და ასე ვთქვათ შემდეგი შემდეგი კარგად ზანდებოდი, დიდი მადლობა. შემდეგ კარიერის გაგრძელებაზე, ხო? ეს სტალინის დროს დაიწყო ამის შექმნა და მე ეს დასრულდა, რომ